საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. გურჯაანში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. როგორია 9 სექტემბრის მონაცემები, რომელი ღვინის კომპანიები იბარებენ ყურძენს, რა ფასად და რამდენად მისაღებია ეს ფასები მევენახეებისთვის. არა ვარ კმაყოფილი მაგრამ რას ვიზა? თავზე იძალა არა. რასაც მოგწვიმენ, ჩვენ თუ ის კმაყოფილია გელეხი, საწავა. სად გაიქცევა? დავით სონღულაშვილის წინასაარჩევნო კამპანია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაჩნაძიანელებს შეხვდა. ჩემი დაპირება არის რომ ვიზრუნოთ თითოეულ ოჯახის კეთილდღეობას. ამ ახალგაზრდის რწმენა ძალიან მაქვს და არა მარტო მე. აქცია ლაფანყურში მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე მცირე ჰესის მშენებლობის ინიციატივას აპროტესტებს. რა შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ აქციის მონაწილეები. ისედაც დაცილ სოფელს ემუქრება საშინელი მიგრაცია. დევნილთა მინისტრი კახეთში სოზარ სუბარმა ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები მოინახულა. 53 დევნილ ოჯახს და 55 ეკომიგრანტს უყიდეთ სახლები. სოციალური პროგრამა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დასთავაზობს განათლების სამინისტრო გაჭირვებულ ოჯახებს. გურჯაანის რესურსით უნდა მოგვაკითხონ სოციალურად დაუცველებმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებმა და მარჩენად დაკარგვა. საერთოდ არავინ არ შემოდის ახლა. სასკოლო ვაჭრობა გურჯაანში, ბაზრობები და საკანცელარიო მაღაზიები მყიდველი სიმცირეს უჩივიან. ხალხს ფული არ აქვს. ძალიან ბევრი მოდის, მაგრამ ყველას ნისიათ უნდა. გურჯაანში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. დღევანდელი მონაცემებით ყურძენს ჯერჯერობით მხოლოდ 9 კომპანია იბარებს. აქედან 7 კერძოა. კონკრეტულად, რომელი ღვინის ქარხნები იბარებენ ყურძენს, რამდენად განსხვავდება ყურძნის ფასები კერძო და სახელმწიფო კომპანიებში და მისაღებია თუ არა ეს ფასები მევენახეებისთვის, საკითხი დღეს ნინო სამნიაშვილი დაინტერესდა. გურჯაანის რაიონში ყურძენს ჯერჯერობით 9 ღვინის კომპანია იბარებს, მათ შორის 7 კერძოა. ესენია ბოლერო, დღეს დაიწყო ყურძნის ჩაბარება, ხაოს მარანი, მეღვინეობა ხარება, კახური ღვინის მარანი, დუგლაძეების ქარხანა, რომელსაც კოტეხის ქარხანას უწოდებდნენ, ბლექსი ვაინი, კარდენახის ღვინის ქარხანა ნომერ 1. ასევე ყურძენს იღებს 2 სახელმწიფო ქარხანა, შატო ზეგაანი და ჭანდრის ღვინის ქარხანაში სააქციო საზოგადოება აკურა. ეგრეთ წოდებულ კოტეხის ქარხანაში, რომელიც დუგლაძეებმა შეიძინეს, ჯერჯერობით მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენს იბარებენ 93 თეთრად. კაწითელის მიღებას 12 სექტემბრიდან გეგმავენ, თუ ყურძნის გრადუსი 22 იქნება. დუგლაძეებში ყურძნის ჩაბარება შუადღის 3-ის ნახევარზე იწყებენ და პროცესი მთელი ღამე გრძელდება. იმის მიხედვით, რომ კაწითელს ცოტა შაქრიანობა კიდევ აქვს, ალბათ დაახლოებით 12 რიცხვიდან უფრო აქტიურად დავიწყებთ კაწითელის მიღებას. მთლიანობაში გეგმავთ დაახლოებით 4000 ტონის კიდევ საფერავის და დაახლოებით 10-8000 ტონა კაწითელის მიღებას. კაწითელზე ფასი არის 35 თეთრი კომპანიის ფასი, ამას ემატება სუბსიდია 45 თეთრი და საფერავის ფასი არის 93 თეთრი არის კომპანიის ფასი და სუბსიდია 20 თეთრი, ლარი და 3 თეთრი გამოდის. რაც შეეხება სახელმწიფო ქარხანას ჭანდარში სააქციო საზოგადოება აკურა ყურძენს დილიდანვე იღებს და აქ როგორც კაწითელის ისე საფერავის ჯიშის ყურძენს იბარებენ. სახელმწიფო ქარხანაში ფასი ერთნაირია. კაწითელი 35 თეთრი, ხოლო საფერავი 80 თეთრი ღირს. სააქციო საზოგადოება აკურა იღებს როგორც კაწითელს, ასევე იღებს საფერავს. ფასი არის კაწითელზე 35 თეთრის სუბსიდია, ხოლო 45 თეთრი გამოდის კომპანიის გადასახდები, ხოლო საფერავის ფასი არის ლარი, აქედან 20 თეთრია სუბსიდია. მევენახეების ნაწილი ყურძენს არაბარებდა იმოლოდინით, რომ ფასი აიწევდა, თუმცა ჯერჯერობით კომპანიები ასეთ პროგნოზს არ აკეთებენ. ზოგი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კაწითელი 20 თეთრი ძვირი უნდა ღირდეს, საფერავი კი ორმაგი. არა ვარ კმაყოფილი მაგრამ რას ვიზა? თავზე იძალა არა. კაწითელი ლარზე და ბლარ უნდა იყოს. იმიტომ რომ ყველანაირი ხარჯს ვეღარ აიფარავ. რასაც იმაში წამლობა, ხნა, თუ კი რამე ოპერაცია ჩატარებულა, იმის იმაში ვეღარ აბალანსებ. თუ ლარი არ არის მაგ. საფერავი 2 ლარი მაინც უნდა იყოს. საფერავი მაინც მეტი უნდა ღირდეს. ნორმალურ ქვეყნებთან შედარებით ალბათ 2-3 დოლარი. ფასი ახლა ვიღარაღას უყურებს. ის ყოველდღიურად უკან მიდის და რასაც მოგწვიმენ,
ჩვენთვის ის კმაყოფილია გლეხი საწავა სად გაიქცევა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით სახელმწიფო ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს სუბსიდიის ჩათვლით 80 თეთრად, ხოლო საფერავს სუბსიდიის ჩათვლით 1 ლარად ჩაიბარებენ და არავის დარჩება ჩაუბარებელი მოსავალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კერძო კომპანიები და გადაიხდიან თუ არა ხარისხიან ყურძენში უფრო მეც ეს ჯერ უცნობია. ჯერჯერობით კერძო კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო ქარხნებთან შედარებით მხოლოდ 3-5 თეთრი ძვირად იღებენ. ეროვნული ფორუმის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია თელავში. პარტიის ლიდერებმა კახა შარტავამ და გუბას სანიკიძემ ერეკლე მეორის მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას პრიორიტეტები გააცნეს და თელავი ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გელაშვილი ოფიციალურად წარადგინეს. თელაველებს წარუდგინეთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი გელა გელაშვილი, ღირსეული ახალგაზრდა კაცი. ფიქრობ, რომ ხვალინდელი ქართული პოლიტიკის ღირსეული წევრი, რომელიც ძალიან ღირსეულად თვლით, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. დიდი იმედი გვაქვს ჩვენ, რომ გაიმარჯვებს ის. დღეს ვართ ბატონის ციხის წინ. ძალიან დიდი არის ემოცია ჩვენში. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის უფლებას, რომ იმედი ვიქონიოთ, რომ თელავში ეროვნულ ფორუმს ექნება გადამწყვეტი წარმოდგენა. საერთოდ დაღლილია საზოგადოება საუბრით იმ 9 წლიანი მმართველობის, ამას დაემატა პლუს 4 წელი ქართული ოცნება. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ერთი გემოვნების საკითხია, ან ხედვების საკითხი, რომელიც ჯობდა, მაგრამ ის რაც ქართველებს გვინდოდა, ალბათ თანხმდებით ამ საკითხზე, რომ არც ერთი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავაზობთ რეალურ ძალას ეროვნული ფორუმის სახით, რომელიც გადაწყვეტავს კონკრეტული პროგრამული შეთავაზებებით აი იმ პრობლემებს, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა. დავით სონღულაშვილის წინასაარჩევნო კამპანია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჩნაძიანელებს შეხვდა. სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება, მოხსნილი სოციალური დახმარებები და ინფრასტრუქტურული პრობლემები. ეს ის პრიორიტეტული საკითხებია, რომელთა მოგვარებასაც დავით სონღულაშვილი აქაურებს გამარჯვების შემთხვევაში პირდება. შეხვედრის დეტალები ვერაიაშვილის სიუჟეტში. დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავი ვაჩნაძიანში და ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რაც დადგა ეს არის გაზის საკითხი. გურჯაანში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ვაჩნაძიანელებთან 2 კვირის წინ დადებული პირობა შეასრულა. მან სოფელს უშუამდგომლად და სულ მალე ვაჩნაძიანი გაზიფიცირებული იქნება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავით სონღულაშვილი ვაჩნაძიანელებს მეორედ შეხვდა და მათ იმ საკითხებზე ესაუბრა, რასაც გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოუგვარებს. სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება, მოხსნილი სოციალური დახმარებების ახლიდან გადახედვა და სოფელში დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ეს ის პრიორიტეტული საკითხებია, რის მოგვარებასაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აპირებს. ჩემი დაპირება არის, რომ ვიზრუნოთ თითოეულ ოჯახის კეთილდღეობაზე. ამის შესაბამისად ჩამოთვალეთ გასაკეთებელი საქმეები, ის ხედვები და ის მიმართულებები, რაც ამ ყველაფერს ჯამში შეკრავს, რაც პირდაპირ კავშირში არის 4 პუნქტი მთავრობის გეგმასთან, რომელიც ბატონო პრემიერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა პრეზენტაცია და თავისთავად ცხადი არის, ერთობლივად შესაძლებელი არის ამ ყველაფრის შესრულება. შეხვედრაზე შეკრებილი ვაჩნაძიანის მოსახლეობა დავით სონღულაშვილს დღემდე მოუგვარებელი სოფლისა თუ პირადი პრობლემების შესახებ ესაუბრა. მათ კანდიდატს ძირითადად უმუშევრობისა და სოციალური საკითხების გადაჭრას თხოვეს. წინა შეხვედრასაც ვესწრებოდი, ძალიან კარგი შთაბეჭდილება წატოვა, კარგი აურა. კარგი შთაბეჭდილებით წავიდა ყველა, მარტო მე კი არა, დანარჩენი სულ ყველა. გაზს გააკეთებდა და დაიწყო კიდეც მშენებლობა. გაყვანა. აგეთ ფაქტის რამდენჯერაც დაიწყო? მე მგონი მესამე დღეა, არა მესამე დღეა. ეხლა ვერ დაუკარგავთ, რომ არაფერი გაკეთდაო. გაკეთე ახლა წლების მანძილზე წყლის საკითხი იყო მოსაგვარებელი. ეხლა სანახევრო დაიგო ჩვენს უბანს, სადაც მე ვცხოვრობ, ასფალტი არა აქვს, მაგრამ პირდებია, მაგრამ რჩება ბევრი რამე. ახალგაზრდებისთვის ელემენტარული არაფერი არ არსებობს. არანაირი არც სტადიონი, არც თავშეყრის ადგილი, არც რა ვიცი რა გააკეთონ ამ ახალგაზრდებმა. ამ ახალგაზრდის რწმენა ძალიან მაქვს და არა მარტო მე. იმიტომ რომ ესეთი უშუალობით შემოვიდა ხალხში, კონტაქტი დაამყარა. შესანიშნავია რომ აქამდე მე რამდენი მომსწრე ვარ რომ მოდიან
კანდიდატები 1000 რაღაცეებს საუბრობენ პირდებიან, მაგრამ ასე უშუალო ოფიციალური სახეები აქვს თითქოს. პირველ რიგში რაც გვინდოდა კეთდება, არის გაზი, გზა, რაც გაკეთდა გზა და დიდი მადლობა. მეორე უნდა ბავშვებს აუცილებლად სკვერი არის თან ამის საშუალება, რომ გაკეთდეს. დავით სონღულაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლას გააგრძელებს და გამარჯვების შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემებს არა მარტო მოისმენს, არამედ მის მოგვარებაზე აქტიურად იმუშავებს. სოფლის გაზიფიცირება ვაჩნაძიანში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ აქ 25 წლიანი პრობლემა მოგვარდება. სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს აღდამ ნომერი 2 სამშენებლო სამონტაჟო ასრულებს. გაზიფიცირების დასრულების ვადა 27 ნოემბერია. სოფლის მოსახლეობა ბუნებრივ აირს წლების განმავლობაში ითხოვდა. ვაჩნაძიანთან ერთად გაზიფიცირების სამუშაოები სოფელ კახიფარშიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სამ დაიშლებოდა, მაგრამ გაყვანილი იყო მილები, ყველაფერი, მაგრამ მერე დაიშალა ის ქვეყანა და საერთოდ გაზი არ შემოსულა მაშინ. 25-30 წელიწადია ველოდებით და აეძლივს დაიწყოს გაყვანა. რა თქმა უნდა ეს საუკეთესო რამეა, ტყეები ნადგურდება, გაზი აუცილებელია. და შეავათ მე ეს ეკნება. აქცია თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მოსახლეობამ მდინარე ლოპოტაზე მცირე ჰესის მშენებლობის ინიციატივა გააპროტესტა. მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდეს პროექტზე ნებართვა არ გასცეს. გარდა ამისა ისინი კომპანია ართანა ლოპოტას საკითხზე დაწყებული მოკვლევის შეჩერებას სთხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში ჰესის აუცილებლობა არ არსებობს მისი მშენებლობის შემთხვევაში კი სოფელს მიგრაცია და ასევე როგორც სასმელი ისე სარწყავი წყლის გარეშე დარჩენის საშიშროება ემუქრება. კომპანიის განმარტებით პროექტი სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში დამუშავდება და სავარაუდოდ მომავალი წლების მივაწოდოთ ხომ მთავრობას, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ არ გასცეს ლიცენზია, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ძალიან გამოუსწორებელ შედეგებს. ისედაც საცილ სოფელს ემუქრება საშინელი მიგრაცია. იმ შემთხვევაში თუ გაკეთდა გესი სოფელს არ ექნება სარწყავი, წყალი, რითაც ჯერ სარწყავი, მერე სასმელი წყალი, სარწყავი, რითაც მოყვა ბოსნეული და საჭმელი და მაგითა ვართ, მაგითა სოლიდიკმულობთ. გამაფრთხილებელი აქცია, გამაფრთხილებელი. ამის შემდეგ მთელი მოსახლეობის ხელმოწერებს ჩავიტანთ გარემოს დაცვის სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროში. ვთხოვთ კიდე ამ მეორე ნაბიჯი ეს ჩვენი, რომ ეს პროექტს ხარი არ დაეჭიროს. და არ მოხდეს ეს, რომ სოფელი დაცარიელების პირას მივიდეს. მოკლე უნდა განხორციელდეს პირველ რიგში შეიძლება თუ არა გესი გაკეთდეს. ანუ ამაში რა შედის? პირველ რიგში რომ წყლის რესურსი და რაოდენობა რამდენია. შემდეგ ამაზე აუცილებლად უნდა დაიდოს გარემოზე ზემოქმედების დასკვნა. შეიძლება თუ არ შეიძლება. ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევი არის ეს გაკეთდება თუ არ გაკეთდება. ჩვენი კომპანია ახორციელებს მოკვლევის სამუშაოებს სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე. ეს ამიტომაც მშენებლობის ნებართვა არ არის, იმიტომ რომ მიმდინარეობს მოკვლევის სამუშაოები. შესაბამისად ის განცხადება, რაც იმის შიში, რაც მოსახლეობას აქვს, თუ სასმელი წყალი შეუძლება ან სარწყავი ახები გაქცევა, ფიქრობ, არასწორია და დეзинფორმაცია გავრცელებული. დევნილთა და განსახლების მინისტრი კახეთში სოზარ სუბარმა ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს მიერ დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები მოინახულა. 2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში კერძო სახლი 53 დევნილ ოჯახს უყიდა. სტიქით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროექტის ფარგლებში კი სახლი 55 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. კერძო სახლებთან ერთად სამინისტროს ბენეფიციარები მიწის ნაკვეთების მფლობელებიც გახდნენ, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. სახლების შესყიდვის პარალელურად მიმდინარეობს 2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროექტიც. დღეს უკვე მათ გადაეცათ საკუთრების მოწყობები
მთლიანობაში 43 დევნილი ოჯახი და 53 დევნილ ოჯახს და 55 ეკომიგრანტს უყიდეთ სახლები და ამის ზემოთ 60-მდე ოჯახი არის დევნილი და ეკომიგრანტი ერთად, რომლებსაც ადრე ჰქონდათ შეძენილი და რომლებსაც ეს ადრე შეძენილი საკუთრებები სასახლები გადაეცათ საკუთრებაში და დღეიდან ისინი უკვე სრულფასოვანი მფლობელები არიან. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ ირჩევს ეს ადამიანები იმ სახლს, იმ გარემოს, რომელშიც მათ უნდა ცხოვრება და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სახლი. აქ არის ასევე მიწისნაკვეთები, რომლებსაც ისინი ამუშავებენ და ისინი უკვე ცდილობენ ადაპტაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი მოსახლეებისათვის, რადგან მოგიხსენებათ საქართველოში სოფლები რიგ შემთხვევებში განიცდიან მოსახლეობის ნაკლეობას, რადგან ყველა მიისწრაფოს ქალაქისაკენ და ეს როგორც სოფელს სჭირდება, ასევე სჭირდება იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სახლი იყიდეს და რომლებიც აქ ცდილობენ თავისი ოჯახის დაფუძნებას. პრობლემები ეს იყო, რომ სახლების შესყიდვა არ არსებობდა. ცოტა გვიჭირდა ამისათვის, რომ რემონტს ვერ ვაკეთებდით და ბანკთან ურთიერთობა არ გქონდა, მიწა არ იყო დაკანონებული, სახლი არ იყო დაკანონებული, ბიზნეს გეგმას ვერ ვაკეთებდით რაღაცას, მაგრამ ეხლა ვერცმალობა ყველაფერი გაკეთდა და დიდი მადლობელი ვარ ჩვენი მთავრობისა, რომ დიდ ყურადღებას აქცევს ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველა სახლის გაფორმება, ყველა ადამიანი კმაყოფილია, ყველა მადლიერია. სოციალური პროგრამა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, მათ ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარეს, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, მაგრამ დაფინანსება ვერ მიიღეს, საშუალება ეძლევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება მიიღონ. ამისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2.520.000 ლარი გამოყო. აღნიშნული პროგრამით კი ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველები, მარჯვენალ დაკარგულები და მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან. განაცხადების მიღება გურჯაანის რესურს ცენტრში უკვე დაიწყო და 2 ოქტომბერს დასრულდება. იმ სტუდენტების საყურადღებად, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად უნდა შეავსოთ განაცხადები გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში 2016 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. სამუშაო დღეებში ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 9 საათიდან 18 საათამდე. გურჯაანის რესურს ცენტრში უნდა მოგვაკითხონ სოციალურად დაუცველებმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებმა და მარჯვენალ დაკარგულებმა. სასკოლო ვაჭრობა გურჯაანში. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ზუსტად 1 კვირით ადრე გურჯაანში ტანსაცმლის ბაზრობაზე მყიდველი სიმცირეა. გამყიდველები ამბობენ, რომ მთელი დღე კლიენტის უშედეგო მოლოდინში არიან. მათი თქმით, მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ ტანსაცმლის ყიდვას ნისიად ითხოვს. მყიდველის სიმცირეს უჩივიან საკანცელარიო მაღაზიებშიც. არ გვაქვს მუშაობა. ხალხს ფული არ აქვს. ძალიან ბევრი მოდის, მაგრამ ყველას ნისიათ უნდა და ამ ნისიებს კიდევ ვეღარ ვიღებთ ჩვენ. აი შარშანდელთან შედარებით არის თუ არა ვაჭრობა? არა, ძალიან გაუარესებულია მდგომარეობა. ფასები მაინც და მაინც არ არის გაზრდილი, ახლა ვერ ვიტყვით რომ გაზრდილია, მაგრამ ხალხში ფული არ არის და ვერ აყიდულობენ. აი თქვენ თვითონ დადექით და ნახეთ. აი ერთი 10 წუთი დადექით და დაინახეთ თუ რამეს იყიდის ვინმე შემოვარდნა. საერთოდ არავინ არ შემოდეს აქ. საერთოდ მთელი დღე შეიძლება სიფთაც ვერ ავიღოთ, ისე დღეში ვართ. ადრე უფრო მაინც შემოდიოდა ხალხი და რაღაცას ყიდიდით. ეხლა საერთოდ არ არის. ყველა ლილოში მიდის, ყველა ბაზრობებზე მიდის, აქ არავინ არ შემოდის. აი შარშანდელთან შედარებით იკლო ვაჭრობა? ძალიან იკლო ვაჭრობა. ხალხში ფული არ არის შვილო. არ არის ფული და იძულებულები არიან წავიდნენ ცოტა იაფად იყიდონ. აბარა ვაჭრობა 100 ლარის აი ვივაჭრებ, 5 ლარის აი ვივაჭრებ. გუშინ წინ თუ 2 ლარის მეტი ვივაჭრებ, გეფიცებ. ეხლა გაიგე 13 ლარის გამოვყიდე. შარშანდელთან შედარებით როგორ არის აი სასკოლო ვაჭრობას როგორ შეადარებთ? ხალხი დადის თუ არ დადის? მე სიმართლე გითხრა მე მადლობებს არა ვარ. სასკოლოდ ბავშვების მომზადება განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს უჭირთ, რადგან სიძვირის გამო ტანსაცმლისა და საკანცელერიო ნივთების შეძენას ვერ ახერხებენ. სწორედ ასეთ 3 ოჯახს დაეხმარა ამერიკაში მცხოვრები ვაჩნაძიანელი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი. მან ვაჩნაძიანში, კახიფარსა და კალაურში მცხოვრებ 2 პირველკლასელსა და 1 მე-12 კლასელ მოსწავლეს ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები შეუძინა. სამივე ოჯახი სოციალურად დაუცველია.
აი ისეთი გაჭირვებულები ვიყავით, რომ ბავშვისთვის არანაირი საშუალება არ მქონდა, რომ დავხმარებოდი და აი ძალიან დიდი მადლობას ვუხდით ისნამის, რომ ასეთ დაეხმარა ჩემ შვილიშვილს და რა ვიცი, აი მართლა მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის. ნამდვილად არ მქონდა მაგის საშუალება, რომ ეს ყველაფერი მე მეყიდნა. რა ვიცი, აი ძალიან დიდი სიხარულია ეს ბავშვისთვის, იმიტომ რომ გუშინ მთელი დღე მოცნებობდა, რომ ის გათენდებოდა, ის დახამდებოდა და ჩქარა გათენდებოდა, რომ ეს ყველაფერი შეეძინა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ისნამის, რომ გაუწია ბავშვს პირველ კლასს, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება, რომ პირველ კლასში მოსულიყო ლამაზად გამოწყობილი. უღრმეს მადლობას ვუხდით, რადგანაც ესეთი ქველმოქმედება გაუწია ბავშვს, გაახარა შეუძინა სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი, ჩანთა. ძალიან კარგი იქნება, რომ ასე წასულებს, ოფლიან წასულებმაც, სხვებმაც მიბაძონ ცისნამის და დაეხმარონ სხვა გაჭირვებულ ბავშვებს. ქველმოქმედება საერთოდ ღვთიურია ეს. თუ გივინმე ქველმოქმედებას აკეთებს და მე მინდა პირადად ოჯახის სახელით და სოფლის სახელით, როგორც დეპუტატის სახელით მადლობა გადაუხადო ქალბატონ ცისმარის იმისათვის, რომ გაიღო ეს ქველმოქმედება და ესე გაახარა ჩვენი პატარა ალექსანდრე, იმიტომ რომ სოციალურად დაუცველი ოჯახია, გაჭირვებული ოჯახი. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ქართული დელეგაცია ქალაქ სიანში აბრეშუმის გზის სამიტს დაესწრო. სამიტზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ღონისძიების ფარგლებში. ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია, დეგუსტაცია, ასევე გამოფენა გაყიდვა გაიმართა. წლევანდელი სამიტის ფარგლებში ძირითადი ღონისძიებები კონცეფციის ერთი ქვეყანა ერთი პროდუქტის ფარგლებში ჩინურ ჩაისა და ქართულ ღვინოს მიეძღვნა. გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ქართული ღვინისა და ჩინური ჩაის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა. პირველში ასანიშნავია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია. მთელი რიგი გარემოებების გამო. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენი უკვე ტრადიციული მონაწილეობა ამგვარ შეხვედრებში, მაგრამ დღევანდელი შეკრება განსხვავებულია იმით, რომ საქართველოს წარმოდგენილია ცალკეული სტუმრის სტატუსით, რასაკვირველია ერთ-ერთი ცენტრალური თემა და ყურადღების საგანია ჩვენი ღვინო და არის წარმოდგენილი ცალკე ექსპოზიციით. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ ბრძანიშში წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია. საბჭოს წევრებისთვის პოლიგონზე გაიმართა სამხედრო სწავლების სადემონსტრაციო ღონისძიება, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციამ სიმულაციური ცენტრი და საველე მართვის პუნქტი მოინახულა. კონკრეტული გზავნილები, რაც კომისიის შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ელჩებმა განაცხადეს, იყო ის, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო ვიზიტი ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოში, რაც იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მიმართ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც რამდენიმე ელჩის მიერ და უმეტესობის მიერ იქნა გაცხადებული, არის ის, რომ საქართველო არის განსაკუთრებული პარტნიორი ნატოსთვის. მართალია ჩვენ ვართ გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორების ქვეყნებში, მაგრამ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ის არის მნიშვნელოვანი და სხვებისგან გამოყოფილი პარტნიორი იმ კონტრიბუციით, რომელსაც ჩვენ ვეწევით მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბის აკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მოქალაქეები გოგიტა უბილავა და ნუკრი პერტახია დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზედაც ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომში იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთების შესაძენად. შეძენილი პროდუქციის საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი ფაქტი და დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ჰაკერული გზით მოიპოვებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ საკრედიტო ბარათების პერსონალურ მონაცემებს. შემდგომში აღნიშნული მონაცემები სპეციალური მოწყობილობის საშუალებით დაჰქონდათ საქართველოში დამზადებულ ყალბ პლასტიკურ ბარათებზე. ამის შემდგომ კი უკვე ახდენდნენ თანხის განაღდებას. საქმეზე საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას 200 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა. განახლებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩიამ დაათვალიერა. რეაბილიტირებული მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკავებით დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლითი გზის თითქმის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის ორფენიანი საფარი და მოეწყო ხელოვნური ნაგებობები. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის მახირებულებამ შეადგინა 12 მილიონ 120,000 ლარი. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. მსოფლიო საზოგადოება ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ცდის ჩატარებას გმობს. როგორც BBC იტყობინება, შესაბამისი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გააკეთეს. ბარაკ ობამას თქმით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდის გამო სერიოზულ შედეგებთან ექნება საქმე. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული ცდა ჩაატარა. მომხდართან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. თურქეთში ქურთისტანის მუშაკთა პარტიასთან შესაძლო კავშირების გამო 11,000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერეს. თურქეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით 11,285 მასწავლებელი გამოძიების დასრულებამდე ანაზღაურება ჩვებულებაში გაუშვეს. თურქული სააგენტო ანადოღლუ წერს, რომ აღნიშნული ზომა შესაძლოა კიდევ 3,000 მასწავლებელს შეეხოს. თურქეთში პროფესიულ საქმიანობას 850,000 პედაგოგი ეწევა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. სკარა ბრეი ყველაზე ცნობილი ნეოლითური ქალაქი მოსახლეობამ 1850 წელს შოტლანდიის ნაპირებთან ძლიერი შტორმის შემდეგ აღმოაჩინა. აქ ადამიანები ძველი წელთაღრიცხვით 3100-2500 წლებში ცხოვრობდნენ. ნასახლარი ქვის ხანის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია ევროპაში. ის მოსახლეობამ ნესტიანი ქანების გამო დატოვა. ახლა უკვე ზაფხულშიც შესაძლებელია ხელოვნური თოვლის დამზადება და თხილამურებზე სრიალი. იტალიური კომპანიის ტექნო ალპინის ინოვაციური თოვლის დასამზადებელი დანადგარი სახელად თოვლის ქარხანა უკვე დაიტესტა ამერიკის ბორეალის სამთო კურორტზე, სადაც ტემპერატურა 33 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. როგორც ტექნოლოგიის შემქმნელები ამბობენ, თოვლის ქარხნის მექანიზმი სტანდარტული მაცივრის საყინულის პრინციპით მუშაობს, რომელიც ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ის სხვა სტანდარტული ყინულის მანქანებისაგან განსხვავებით გაცილებით სწრაფად ყინავს წყალს, მიღებულ ყინულს აკუცმაცებს და შემდეგ მას თანაბრად აფრქვევს 183 მეტრ მანძილზე. ახლა კი დღის სხვა ამბები. სოჩში ახალი ტალღის მესამე საკონკურსო დღეს, სადაც მონაწილეებს სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი სიმღერა უნდა შეესრულებინათ. გიორგი ნადიბაიძემ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა იმღერა და ჟიურისაგან 140 ქულა დაიმსახურა. ჯამში 420 ქულით ქართველი კონკურსანტი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი იტალიელმა ვოლტერ რიჩიმ და ხორვატმა დინომ გაიღეს. 425 ქულით, ხოლო მეორეზე უკრაინელი გალინა ბეზრუკმა გადაინაცვლა. საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების უკანა ხაზელი ლუკა ბულაშვილი კარიერას ესპანეთის ოქროს ლიგის კლუბ ორენსეში განაგრძობს. ეს გახლავთ უმაღლესის შემდეგ მეორე ლიგა, რომელშიც გასულ სეზონში ბექა ბურჯანაძე ასპარეზობდა. კარგი თამაშით ბექამ უმაღლეს ლიგელთა ყურადღება მიიპყრო და წელს ანდორაში ჩაირიცხა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება.
ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, ვიყურეთ სილქნეტზე, აქთისაცსა და მაი ვიდეოზე. ასეთი იყო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები. ნახვამდის.